რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მინდა ადვილი, მარტივი, გასაგებიანით გითხრათ იმ ადამიანებმა, ვინც ყველაზე კომპეტენტურია ამ ქვეყანაში მსგავსი პროცესების შეფასებისთვის, რა ხდება, რა სჭირს ლარს და სადამდე შეიძლება დაეცეს ლარი. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ის განცხადება, რაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, იყო არასწორი. როგორც ჩანს, მას დამახინჯებული სტატისტიკა შეუტანეს, ალბათ გუშინ გაეცნო იმ ინფორმაციას, რომელიც დღეს უკვე გამოაქვეყნა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ყველა შეუძლია იხილოს უკვე მის გვერდზე. აბსოლუტურად საწინააღმდეგო მონაცემებია, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. თავარი მიზეზი ამ შემთხვევაში ლარის ერთ-ერთი გაუფასურებისა არის ის, რომ ქვეყნის ექსპორტი კლებულობს. გუშინდელი დღევანდელი სტატისტიკით დავინახეთ, რომ ოქტომბერში წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით ექსპორტი შემცირებული არის 7%-ით, ხოლო ოქტომბერში ასევე ექსპორტი შემცირებულია სექტემბერთან მიმართებაში 7%-ით. რაც შეეხება მეორეს იმ მხარეს, რომელიც შემდეგ სასაცილოდ აიგდეს ხოლმე არა მარტო ექსპერტებმა, არამედ მთელი Facebook-ი წუხელი ამაზე იცინოდა, ის რომ თითქოს და ლარის გაუფასურების მიზეზი არის იმპორტის ზრდა და ხალხს ფული გაუჩნდა და გამდიდრდა და ამიტომ დაიწყეს უცხოური საქონლის შესყიდვა და ასე შემდეგ. ერთი ეს არ არის მეთოდოლოგიურად სწორი და მეორეც სტატისტიკურად არ აღმოჩნდა სწორი. ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით იმპორტი შემცირდა. ხოლო ანალოგიურ წინა წლის პერიოდთან შედარებით ასევე შემცირდა იმპორტი 2%-ით. თუ ჩვენ რა თქმა უნდა გამოვაკლებთ იმ ნაჩუქარ მედიკამენტებს, რომელიც ჰეპატიტის მკურნალობისთვის იქნა ქვეყანაში შემოტანილი. ასე რომ სტატისტიკურად არც ერთი ეს ინფორმაცია, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არ დასტურდება. ეს რას ნიშნავს, ბატონო რომან, ვიდრე გადავალთ მიზეზებზე, თქვენს შეფასებაზე, ანუ როცა თქვენ ამბობთ, რომ როგორც ჩანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ მიაწოდესო ზუსტი ინფორმაცია, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანას ყავს არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არ იცის სინამდვილეში რა იწვევს ლარის გაუფასურებას და ვიღაცამ მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და მან უბრალოდ გაიმეორა. ქვეყნის მთავრობაში და პრემიერ-მინისტრის ასე ვთქვათ სტრუქტურებში არსებობს ეკონომიკური საბჭო, რომელიც ასევე კარგი ხნის განმავლობაში იყო დაცინის ობიექტი, ვინაიდან მას ჰყავს 41 სიმბოლურად ასე ვთქვათ ეკონომიკური მრჩეველი. და თქვენ იცით საქართველოში ვინ არის ის ადამიანი, ის ეკონომიკური მრჩეველი, რომელიც რაიმე რჩევას აძლევს პრემიერ-მინისტრს, ან ფინანსთა მინისტრს, ან ეკონომიკის მინისტრს, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც უნდა მოეკითხებოდეს ხელისუფლებაში ჭკუა. ვიცით მისი გვარი ან სახელი? არა, მე ვიცი პრემიერს უნდა მოეკითხებოდეს პასუხი მსგავს შოკუნიებზე, როგორც თავის დროზე ნოდარ ხადურმა უწოდა ამ პროცესს, ამიტომ მე ვერ გეტყვით ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ქვევით დგანან და მას რაღაც ინფორმაციას აწვდიან ან ანალიზს აწვდიან, ამიტომ იქნებ თქვენი წოდეთ და გითხრათ ვინ არიან ეს ადამიანები. 41 მრჩეველი ყავსო, როცა ბძანებთ. რა თქმა უნდა, მრჩევლებზე ჯოხის გადატეხვა არ არის სწორი. 51 მრჩეველი ეს არის სიმბოლური მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში არის საშინელი ბიუროკრატია, გაბერილია ყველგან შტატები, დაწყებული პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციით, დამთავრებული ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებით, არის უამრავი სამინისტრო, უფუნქციო სამინისტრო. ეხლა თქვენ განაცხადეთ, რომ ათავისუფლებენ ინფრასტრუქტურის მინისტრს. და 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოაცხადეს როგორც სამთვიანი დროებითი უწყება, რომელიც შემდეგ უნდა შეერთებოდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს არის მკვდარი სამინისტრო, ეს არის ზედა ასე ვთქვათ სათავო ოფისი, რომელსაც არავითარი საქმე არ აქვს, თუ რაღაც საქმე კეთდება, ეს კეთდება ქვემო მდგომარეობებში, თუმცა იქაც არის ზირეული რეფორმა გასატარებელი, მაგრამ გზებს არ აგებს, არ აკეთებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს რაღაც ზედნაშენი, იქ არის გზების დეპარტამენტი. ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ეს არის მკვდარი ორგანიზაცია, მას არავითარი ფუნქცია არ აქვს. მას მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციები აბსოლუტურად ავტონომიურად შეიძლება საქმიანობდნენ, თუმცა ძალიან ბევრი ეკაც დიდი ბიუროკრატია ასევე რა შეიძლება დავუშვათ იგივე ტურიზმის სამინისტროს ზემდგომი რაღაც ეკონომიკური უწყება. მაკროეკონომიკურ პროგნოზებს არ აკეთებენ, ფინანსის სამინისტროს ფუნქცია, ერთადერთი რაც სადაც შეიძლება საქმე უწოდოთ, ეს არის პრივატიზაცია, ისიც შეიძლება საკი გამოიყოს, ან შეუერთდეს ფინანსის სამინისტროს, ასევე მკვდარი ორგანიზაცია ენერგეტიკის სამინისტრო, თუმცა
ბიზნესი არის კერძო, ხოლო მარეგულირებლები არის დამოუკიდებელი, ამიტომ არის ქვეყანაში და არა ის დავუშვათ დიასპორის და ევროინტეგრაციის სამინისტროს და რაღაც ასე ვთქვათ პატარ-პატარა უწყებებს აუქმებენ. მათი გაუქმება არაფერს არ იძლევა. მთლიანად დebirokratizatsia ქვეყნის და მართვის სისტემა შესაძლებელი. ამიტომ ვიღაცას გონია რომ ეკონომიკის სამინისტრო კარგად ჟღერს. არ არის ეს უწყება რომელიც საქართველოში ფუნქცია აქვს. და ყველაზე რა თქმა უნდა მავნე ეს არის ენერგეტიკის სამინისტრო უბრალოდ არ აქვს ფუნქცია. ამიტომ რომ გადავიდეთ არა პერსონალიებზე, არამედ სტრუქტურულად ქვეყანაში არის აგებული ესეთი მახინჯი სისტემა, რომელიც ამრავლებს ბიუროკრატიას, უზარმაზარ ფულს ხარჯავს. გარდა ამისა არის ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა, უამრავი ესეთი პროგრამები, რომელთაც უკუშე ეფექტი არ აქვს, თუნდაც ოფის მეურნეობაში, თუნდაც იგივე რაღაც დაფინანსებები სხვადასხვა ბიზნესებისა. ამას დამატებული კიდევ სხვა მარეგულირებელი ნორმები, ახლა პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ბანკთან ერთად რაღაც რეგულაციები უნდა დავაწესოთ კომერციულ ბანკებზე, რომ ლარის გაუფასურება თავიდან ავიცილოთ, რომ ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ ვიტყვი. 25 წელიწადია საქართველოს საბანკო სისტემა ავად თუ კარგად მუშაობს, რეგულირდება ერთ-ერთი კარგი მეთოდები და საქართველოს საბანკო სისტემა საერთოდ ითვლება წარმატებულად და იყო პერიოდი, როდესაც ნომერ პირველი ასე ვთქვათ ჯილდოც კი მიიღო მისი რეგულირებისა და გამართული სისტემის გამო, სადაც დიდი ხანი არ ხდება ფულის გათეთრება და ეხლა რაღაც ისეთ რეგულაციას შემოიღებენ, რომელიც ფაქტობრივად ამ სისტემას მოსპობს. ასე რომ დაანებონ თავი რეგულირებაზე ფიქრს, სწორედ ეს რეგულირების ეკონომიკის შედეგია დღეს ლარის გაუფასურებული ლარი, მინიმალური 2.5% ეკონომიკურის და თავრობის დანაშაულია პირდაპირ ასე ვთქვათ დღეს არსებულ მდგომარეობაში. უკაცრავად ბატონო რომან სანამ განაგრძობ თქვენ უწოდეთ ამ პროცესს ერთგვარი საარჩევნო შეთქმულებაც, რომ არა ის ფიქსირებული კურსი რაც ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ წინა საარჩევნო შეთანხმებით დააფიქსირეს, მე ამას უწოდებდი საარჩევნო შეთქმულებას, როდესაც მოხოლებული აგვისტოს 25-დან არჩევნების დამთავრებამდე მათ დააფიქსირეს კურსი, რომ არ ყოფილიყო ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი, შესაძლებელია იმპორტი უფრო ნაკლები ყოფილიყო, ექსპორტი კი მეტი. ეს თქვენი სიტყვებია, რა შეთქმულებაზე საუბრობთ? შეგიძლიათ გითხრათ პირდაპირ. თავიდან როცა იყო ქადაგიძე, მთელი დარტყმები მიდიოდა ხოლმე ეროვნული ბანკის მაშინდელ პრეზიდენტზე. დღეს როცა აღარ არის ქადაგიძე, უკვე თქვენ აქეთ საუბრობთ ეროვნული ბანკისა და მთავრობის რაღაც საერთო შეთქმულებაზე. მითხარით, რას გულისხმობთ? მე მამას მართლაც უწოდე ძალიან ხმამაღლა შეთქმულება, ვინაიდან როდესაც ხდება კურსის ფიქსაცია, ის არ ასახავს საბაზრო ვითარებას და ამიტომ იგი უხეშად ერევა იმ პერიოდში არსებულ ეკონომიკურ რეალიებში, მათ შორის საგარეო ვაჭრობის პროცესში. ფიქსირებული კურსი ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმპორტის სტიმულირებას. როდესაც ლარი იყო მხარი და აგვისტოდან მოყოლებული არჩევნებამდე ფაქტობრივად ის იყო $1.2-3 ფარგლებში, ეს ნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა იმპორტის სახალისებას, ვინაიდან იმპორტი იყო იაფი და ამავე დროს უწყობდა პირდაპირ ინტერვენციებით მის სახალისებას, ანუ იმპორტიორებს ფაქტობრივად აძლევდა თავის ფულს რეზერვებიდან. მან გაყიდა 180 მილიონი, 100 მილიონი მართლაც რომ წაეღო TBC ბანკს იმ ერჯერადი ტრანზაქციის გამო, რადგან მან იყიდა ბანკი რესპუბლიკა, 80 მილიონი მაინც ზედმეტი ფული იყო გაშვებული. საფხულში ლარი გაუფასურდებოდა ლარი სექტემბერში და ოქტომბერში, მაგრამ გაუფასურების ხარისხი არ იქნებოდა იმ ზომის, როგორც არის დღეს. ის იქნებოდა მცოცავი გაუფასურების რეჟიმში, შეიძლება ყოფილიყო 2 და 4-ის ფარგლებში, მაგრამ ამ პერიოდში ის მოახდენდა კორექციას და ეს კორექცია სწორედ არის ის, რომელიც ვალის კურსის, ასე ვთქვათ, ჯანსაღი კურსით მიიღწევა იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის სტიმულირების გზით. ფიქსირებული კურსის მომენტალურად გაშვებით ჩვენ მივიღეთ აი ასეთი საშინელი ნახტომი, მე მაშინაც ვაფრთხილებდი და მე ხატოვნად ვუთხრა, რომ ეს არის ზამბარის ეფექტი, როდესაც ზამბარას შეკუმშავ, როცა ნელ-ნელა გავუშვებ, ის გაიზრდება და თავის ზომაზე დადგება რაღაცაზე, მაგრამ როდესაც ძალიან შეკუმშულია, სწრაფი ხელის გაშვებით ის ამოვარდება და საითკენ წავა, ასე ვთქვათ, მისი ამპლიტუდა არავინ არ იცის და კიდევ ის როგორ დაარტყამს და რა ტრაექტორით. ამიტომ შეკუმშული ზამბარის ეფექტი მოქმედებს დღეს, ლარი გაუფასურდა იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ყოფილიყო გაუფასურებული, ამას უკვე ემატება აჟიოტაჟი, ემატება მოლოდინები, ამას დაემატა პირდაპირ ასე ვთქვათ უხეში და კანონდარღვევით გაწეული ხარჯები. დღეს 200 მილიონზე მეტი არ შეიძლებოდა შიდავალის ლიმიტი ყოფილიყო და მთავრობამ უკვე მას გადააჭარბა რამდენჯერმე 168 მილიონით არის უკვე ზედმეტი შიდავალი აღებული და 16-ში იმართება აუქციონი იმართება ეროვნულ
ბანკში. ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგად იცის, რომ მთავრობა სახაზინო ვალდებულებებს ყიდის იმაზე მეტად, ვიდრე ეს არის განსაზღვრული კანონით, მაგრამ იგი არ იღებს ხმას. ანუ ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოდის სწორედ მთავრობის ცუდი ქმედებების წამახალისებელი. და რაც შეეხება კურსის ფიქსაციას, რომელიც იყო არჩევნებში ქართული ოცნების ხმების მოსაყრობად გაკეთებული, ეს ყოველთვის დარჩება შავ ლაქად ეროვნული ბანკის ისტორიაში. ეს იყო პირველი ნიშანი, როდესაც ეროვნული ბანკი, ასე ვთქვათ, მთავრობის მორჩილი გახდა. ანუ თქვენ როცა შეთქმულებაზე საუბრობთ, ამბობთ, რომ ამ შეთქმულების მთავარი მიზანი იყო არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მოტანა და ამაში მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში ეროვნული ბანკი, ამას ამბობთ. აი, მე მინდა ეხლა წაგიკითხოთ ბატონო რომან ერთი წუთი თუ შეიძლება, მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც სტუდიაში იმყოფება ჩემთან ერთად, დიმიტრი ხუნდაძე კი პირიქით ამბობს, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე იმოქმედა საგარეო ფაქტორებმა, თუმცა ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ქართული ოცნების ოპონენტების მხრიდან წინა საარჩევნოდ არამიზნობრივად გახარჯული თანხებია. რა სიტყოდით ამაზე? თუ ეს რა თქმა უნდა არავინ არ მოუწონებს მას განსაკუთრებით მის პარტიაში შავი ფულის სცენებას, იმიტომ რომ ფული არის ხელისუფლებაში და ფული არის ქვეყნის არაფორმალური მმართველის ხელში. მართლაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია ის უზარმაზარი ხარჯები, რომელიც ქართულმა ოცნებამ გასწია. მათ ოფიციალურად მიუთითეს, რომ დახარჯეს 20 მილიონი. ბატონი ხუნდაძე იყო მაჟორიტარი მცხეთაში და მე მას ახლა პირდაპირ ვეთქვი, რომ მან არ დახარჯა 1 მილიონ ლარზე ნაკლები. მხოლოდ მაჟორიტარების ხარჯები რომ ავიღოთ და საქართველოში არაფერი ემალება, ყველაფერი იცის. 73 ოლქში სულ მცირე თითო მილიონი რომ დაეხარჯა მაჟორიტარს, მხოლოდ მაჟორიტარს ეს არის უკვე 73 მილიონი ლარი. ანუ მაგალითად ხუნდაძემ დახარჯა 1 მილიონი გამარჯვებისთვის, ამას ამბობთ ბატონო რომან და სხვა მაჟორიტარები. ალბათ კი ხუნდაძემ ალბათ და თუ ის იტყვის და რამდენი დახარჯა, იმ წუთას გადაუყვან ციფრაში იტყვის 100.000 დავხარჯე 73 ოლქში ეს არის 7.3 მილიონი. დებატები ჩვენ არ გვაქვს გათვალისწინებული, მაგრამ თუ შეიძლება მე ვისარგებლებ ამის შემდეგ დისკუსიას არ გავშლი. ერთი წუთი დავასრულებ, მე მაქვს კიდევ თქვენთან შეკითხვები. მანამდე დებატები თქვა არ გვაქვს გათვალისწინებული, უბრალოდ ისეთ თემას შეეხეთ. მოდით აქვე ვთხოვ მაშინ კომენტარს ბატონო დიმიტრი, 1 მილიონი ხარჯეთ დაახლოებით და მე ისევ ბატონ რომანთან გადავალ დისკუსიის გარეშე. უბრალოდ ეხლა უნდა გკითხოთ ეს ისეთ თემას შეეხო რომან გოცირიძე. კი, ну რა თქმა უნდა ძნელია ხა ღიმილი შევიკავოთ და ვერ შევძელე ხა მე ეს, თუმცა მე მინდა თქვენი ეთერი გავმიყენოთ თუ საშუალებას მომცემთ. პირველი ეთერი არჩევნების შემდეგ და მინდა ჩემს მოსახლეობას ცალ-ცალ სამორჩილოს დიდი მადლობა გადავხადოთ თანადგომისათვის და ასევე თემას არ გავცილდები, ჩემი მადლობა იქნება იმდაგვარი, რომ მინდა მადლობა გადავხადო მცხეთის რაიონის მოსახლეობას, რომ მისმა უდიდესმა ნაწილმა მცხეთის რაიონი იხსნა მოსყიდვისაგან. რაც შეეხება დახარჯულ ფულს, რომ თქვათ, როგორც ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ ეს ოლიგარქის მხრიდან იყო დახარჯული ფული და ამიტომ გამოიწვია, თქვათ, შეიძლება და უპირატესად ჩვენი მხრიდან ყოფილიყო ეს დანახარჯები ჭარბად. რა თქმა უნდა, მოდით ყველაფერი ანალიზი გავაკეთოთ. 2012 წელს ვფიქრობ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო სათავეში და ვფიქრობ, რომ ალბათ მაშინ თქვენი მსჯელობიდან მაშინაც უდა დიდი ფული დახარჯული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვალუტის კურსის რყევას ადგილი არ ქონია. მე მინდა მოკლე პრეისტორია გავაკეთო. მოკლედ თქვით და მე არ მინდა რომ დებატები წავიდეს, უბრალოდ ანუ ამაზე მაინტერესებდა თქვენი პასუხი, პრეისტორიაზე მე ვისაუბრებ. კი ბატონო. როცა ბატონ რომანს გავათავისუფლებ და ზურაბ ჯაფარიძესაც შემიძლია გითხრათ, რომ მილიონზე მინდოდა ჩემი ინფორმაციით, ჩემს ოპონენტთან შედარებით მე და ჩემმა საარჩევნო შტაბმა 50-ჯერ ნაკლებით ახალ დახარჯა, თუმცა მე დავალდები აუდიტის ანგარიშს. ვიდრე ნაციონალურმა მოძრაობამ? ну პრაქტიკულად იგივე იყო კი ჩემთან დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ მე დავალდები აუდიტის ანგარიშს, თუმცა ეს არ იქნება მაღალი სიუსტის, რამე თუ გარდა ოფიციალური თანხებისა მოსახლეობაში გამოტანილი თავისუფალი აი კითხეთ ინგა რამდენი დახარჯა მცხეთის მაჟორიტარმა ამას პარტია შეგიძლიათ მიმართოთ ისე რომ მე არ შევცეთ თუნდაც 1 ლარის სტომილებით შეგიძლიათ ზუსტად იკითხოთ და მიიღოთ სრული ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენთან ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუმცა ასევე შეგვიძლია გირჩიოთ რომ ისე რამდენი დახარჯეთ ბატონო, ბარემ ამას ახალ შევეხეთ და გადავალ ისევ ბატონო. იგივე ბატონო შეგიძლიათ შორს არ არის მცხეთთან ჩახვიდეთ საზოგადოებაში გაიაროთ, იკითხოთ და ამაზე საზოგადოებისგანაც მიიღოთ პასუხს, მერწმუნეთ ამომწურავ პასუხს მიიღოთ. მადლობა, მე დაუბრუნდები რომან გოცირიძეს, არ ვიცი იტყვით თუ არა რამე შემდეგ კითხვა მინდა ისევ ლარზე რომ დაგისვათ ბატონო რომან.
არა მოდი გავაგზავნოთ ერთი ტინგა, იმიტომ რომ არ უნდა გამოვიდეს ისევ თითქოს და მხოლოდ საარჩევნო ფულმა გამოიწვია ლარის გაუფასურება. ხარჯვა მიმდინარეობდა ძალიან დიდი რაოდენობით, ასევე არაგეგმური ხარჯვა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რომელსაც უშუალოდ განკარგავს პრემიერ-მინისტრი. სექტემბერში იყო გადახარჯვა, ოქტომბერში ძალიან დიდი რაოდენობის თანხები იქნა დახარჯული. თქვენ ხედავდით, ყველა ქუჩაში იდგა რაღაც ტექნიკა, ზოგი გზას აკეთებდა, ზოგი სკვერებს და ასე შემდეგ. და ეხლა თუ გაიხედავთ არსად არ არის გაქრა ეს ყველაფერი, მაგრამ რატომ მაინც და მაინც ამ ორ თვეში გაახსენდათ საქმის კეთება, როდესაც გეგმურად შეიძლებოდა თუნდაც ბევრი რამ გაკეთებული იყო ქალაქში თუ სოფლად. ამას დამატებული ის რომ ბიუჯეტში ფული არ შემოდიოდა უცხოური გრანტები და კრედიტები. და დღემდე არ არის შემოსული მათი უდიდესი ნაწილი, ვინაიდან მთავრობა არ ასრულებს ვალდებულებებს და ეს თანხები შემდეგ მთავრობამ დახარჯა ძველი ნაშთებიდან და აი გუშინაც მაგალითად პენსიები გასცეს 180 მილიონი დაიხარჯა და აქედან შემოსავალი იყო 30 მილიონი ისე უკანონოდ მოზიდული სახაზინო ვალდებულებებიდან, როდესაც გაიყიდა ანუ სესხი აიღო ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნული ბანკიდან და დანარჩენი თლიანად აღებული იყო ნაშთებიდან და ამით გაიხსნა სკალფასები და პენსიები. ამიტომ ნაშთებიდან ხარჯვა შიდა ვალის გაზდა თავისთავად ბიუჯეტის ასე ვთქვათ არათანმიმდევრული ხარჯვა და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის გულის მოსასყიდად ეს ასე იყო პოლიტიკური ხარჯი. ანუ არჩევნებმა მოიტანა თავისთავად ეს პროცესი. კი ბატონო. არა მხოლოდ არჩევნები. არა მხოლოდ, მაგრამ ერთ-ერთი იყო არჩევნები. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, მაგრამ ამას დაემატა, რა თქმა უნდა, ის საარჩევნო ასე ვთქვათ პოლიტიკური ხარჯვებიც, რომელსაც ერთ-ერთი ბიძგი მიცა, მაგრამ ეს არ იყო რა თქმა უნდა არსებითი და მთავარი იყო ზოგადად ქვეყანაში არსებული სუსტი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ასევე მრავალი შეცდომებით იყო განპირობებული და ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და მთავრობას დღემდე ვერ გაუგია, რომ ის ბიუჯეტი, რომელსაც იგი ახლა შემოიტანს 2017 წლის ბიუჯეტის სახით, ეს შეიძლება იყოს ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველი. იმიტომ რომ 400 მილიონი არის დაჩადებული და ახლა ამბობენ რომ ისინი რაღაც ვალდებულებების და 50 გვერდების გასაკეთებლად კიდე გაზრდიან ამ ხარჯებს. ბიუჯეტის დეფიციტი სავალუტო ფონდმა დაგმო. ფონდმა განაცხადა რომ კი ბატონო, გინდათ ესტონური მოდელი 500 მილიონი ლარი დაკარგეთ, კეთილინებეთ და შეამცირეთ 500 მილიონი ხარჯები. მათ ეს არ უნდათ. არც ხარჯების შემცირება უნდათ, არც გადასახადების აწევა უნდა. ორი გზა არსებობს, ან ხარჯი უნდა შეამცირო, ან გადასახადი უნდა აწიო. ჩვენ მივაჩია რომ გადასახადის აწევა იქნება დანაშაული აი ასეთ ანუ უნდა შეამცირო ხარჯი. ერთადერთი გამოსავალია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და არაეფექტური უსარგისი ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ თუნდაც იგივე რაღაც საჭირო ხარჯების შემცირებაც. როდესაც ადამიანს აძლევ ბიუჯეტიდან რაღაც ფულს, მას ორმაგ გადაართმევა ეს ლარის გაუფასურების სახით. ლარის გაუფასურებამ ხალხი გაავატაკა იმის გამო რომ შემოსავლები არ გაზრდიათ, ხოლო მომსახურების თანხები კრედიტში, ისე როგორც ფასების ზრდის შედეგად, მათ ძალიან ბევრი დააკვირდათ. მადლობა ბატონო რომან, წარმატება მინდა გისურვოთ, უკვე საინტერესო იქნება ბიუჯეტი ახსენეთ თქვენ და როცა ბიუჯეტზე წავა დებატები პარლამენტში, ამ დროს თქვენ უკვე იქ იქნებით და ძალიან საინტერესო დისკუსიებს ველით მოკლედ და პროცესების განვითარებას. წარმატებები თქვენ, მადლობა გადაცემაში. 200 მილიონი ლარი დახარჯა ქართულმა ოცნებამ სულ მცირედ, ჩემი პროგნოზით. 200 მილიონი ლარი, მადლობა. ვნახოთ რას დადებს საბოლოო აუდიტი. კი ბატონო. დიდი მადლობა. ეს იყო რომან გოჩილიძე, ქართულ მაპატიეთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ეს დისკუსია როგორც ჩანს უკვე პარლამენტში გაგრძელდება.